დღევანდელი ჩვენი საუბრის თემა იქნება ქართული სალიტერატურო ენა და დიალექტები. კაცრავად. ჩვენი საუბრის თემა დღეს იქნება ქართული სალიტერატურო ენა და დიალექტები. ქართული სალიტერატურო ენის დასაბამი, მისი განვითარების საფეხურები და ქართული ენის კურსის შემადგენელი ნაწილები და მათი ურთიერთმიმართება. მანამდე მე მოკლედ შეგახსენებთ იმ საკითხებს, რაზეც ჩვენ საუბარი გქონდა წინა ლექციაზე. ეს იყო ენის რაობა, ენის ფუნქციები, ენის წარმოშობა და განვითარება, ენათა კლასიფიკაცია და ქართულ ენათა ჯგუფი. მოგახსენეთ, რომ ენა არის ადამიანთა აზრის გამოხატვისა და ადამიანთა შორის ურთიერთობის საშუალება. აქედან გამომდინარე გამოყოფენ ენის ორ ძირითად ფუნქციას. ეს არის ენის ექსპრესიული ფუნქცია, ანუ აზრის გამოხატვის ფუნქცია და ეს არის ენის საკომუნიკაციო ფუნქცია, ანუ ადამიანების შორის ურთიერთობის დამყარების ფუნქცია. რაც შეეხება ენის წარმოშობასა და განვითარებას, მასზე საუბარი ძალიან ძნელია, იმიტომ რომ არანაირი მონაცემები მეცნიერულად დადასტურებული არ გაგვაჩნია ამის შესახებ. და ჩვენ შემოიფარგლეთ ზოგადად ბიბლიური ლეგენდით და ჰეროდოტეს ცნობებით და ზოგიერთი იმ ლეგენდით, რაც ამ საკითხის ირგვლივ არსებობს. უფრო დაწვრილებით მინდა შევჩერდე ენათა კლასიფიკაციაზე. ამ კლასიფიკაციის მიხედვით ქართული ენა არის ქართულ ენათა ჯგუფის ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტი და მასთან ერთად ამ ჯგუფში მოიაზრება მეგრულ-ჭანური, იგივე კოლხური ან ზანური და სვანური ენები. ეს იმას გულისხმობს, რომ სამივე ენას ერთი საერთო წინაპარი, ერთი საერთო ფუძე ენა ჰქონდა და აი სწორედ იმ ფუძე ენიდან არიან ისინი წარმოშობილი, როგორც ვარაუდობენ, სვანური ენის გამოყოფა ამ ფუძე ენიდან უნდა მომხდარიყო ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეორე 1000 წლის დასაწყისში, მეგრულ-ჭანური ენისა კი 1000 წლით უფრო გვია. ერთადერთი ენა, რომელსაც აქვს დამწერლობა და რომელიც წარმოადგენდა ამ ქართულური ტომების გამთლიანების ძლავრ საშუალებას, ეს გახლავთ ქართული ენა. ახლა მოდით ვისაუბროთ იმ საკითხებზე, თუ რით განსხვავდებიან ერთმანეთისაგან ენა და დიალექტები, რას წარმოადგენს სალიტერატურო ენა და რამდენი ხნის ისტორია აქვს მას, განვითარების რა საფეხურები გაიარა მან და ბოლოს მინდა თქვენი ყურადღება შევაჩერო ქართული ენის ზოგადი კურსის შემადგენელ ნაწილებზე. ანუ ეს არის ის საკითხები, რომლებზედაც ჩვენ დღეს გვექნება საუბარი. სალიტერატურო ენის რაობა. სალიტერატურო ენა ეს გახლავთ ნორმირებული ენა, ანუ სამწერლობო ენა. ხოლო დიალექტი კი არის კუთხური მეტყველება, ერთი ცალკეული კუთხის მეტყველებათან თავისებურება. ქართული ენა ეროვნული ენაა. იგი ამავე დროს ჩვენი ქართველების დედა ენაა, მშობლიური ენა, რომელსაც განვითარების საკმაოდ ხანგრძლივი ისტორია აქვს. ეს ენა ისევე ძველია, როგორც თვით ქართველი ხალხი და მისი ისტორია. როგორც ცნობილი ქართველი ენათმეცნიერი ვარლამ თოფურია ბრძანებდა, ქართულ ენაში ასახულია, როგორც ეს ყველა ენაში ხდება ხოლმე, მისი შემქმნელი და მატარებელი ხალხის, ამ შემთხვევაში ქართველი ხალხის აწმყო და მომავალი მისი ზნეობრივი და გონებრივი ცხოვრება. ენა, როგორც ცნობილია, არის ენის მეობის ძირითადი ნიშანი. როგორც იაკობ გოგებაშვილი წერდა, ენა არის ყველაზე ცოცხალი, ყველაზე უხვი და მტკიცე კავშირი, რაც ერთ დიდ ისტორიულ ცოცხალ მთლიანობად აერთიანებს ხალხის გარდასულ ცოცხალ და მომავალ თაობებს. ენა არა მარტო გამოხატავს ხალხის სიცოცხლის ძალას, არამედ ის თვით არის სიცოცხლე. როდესაც ქრება ხალხის ენა, თვით ხალხიც აღარ არსებობს. და როგორც ის წერს, დედა ენის დამკარგავ ხალხს მოელის დაქვეითება, გაღატაკება, დაცემა, აღმოფხრა, გაქრობა. და აი აქ ერთხელ კიდევ
დაუბრუნდეთ უნდა საკომუნიკაციო ფუნქციას, იმიტომ რომ ენის გაქრობა, ენის ხდომა სწორედ საკომუნიკაციო ფუნქციის გაქრობასთან არის დაკავშირებული. ქართული ენა საკმაოდ დიდი ხნის ისტორიის მქონეა და ქართველი ხალხის ისტორია სწორედ აი ამ ენაშიაც არის ასახული. მაგრამ აი რას წარმოადგენს სალიტერატურო ენა, ლიტერატურული ენა? სალიტერატურო ენა ეს არის ენა, რომელზედაც არა მარტო წერენ, არამედ ლაპარაკობენ კიდეც. იგი შეიძლება იყოს წერილობითი და ზეპირი. ორივე შემთხვევაში ლიტერატურული ენა ემორჩილება გარკვეულ წესებს. ამიტომაც ვამბობთ, რომ სალიტერატურო ენა ეს არის ნორმირებული ენა. იგი გარკვეულ ნორმებს ემორჩილება. სალიტერატურო ენის ნორმათა შემუშავება მინდობილი აქვს, უпростоრად მინდობილი ქონდა ენათა სალიტერატურო ენის ნორმათა დამდგენ მუდმივ მოქმედ კომისიას. და სწორედ აი ამ კომისიის მუშაობის შედეგი გახლავთ ის, რომ გამოიცა თავის დროზე სალიტერატურო ენის ნორმები, გამოიცა ქართული მეტყველების კულტურის საკითხები, რამდენიმე ტომად. აი აქ არის ყველაფერი მოცემული ის, თუ როგორ უნდა ვწეროთ სწორად, რომელი ფორმაა სწორი. და აი აქვე საუბარია იმაზე, თუ რა სახის რა ისტორია განვლო ქართულმა ენამ. ზეპირი ლიტერატურული ენა ადამიანთა ცოცხალი ურთიერთობის საშუალებაა, რომლის გვერდითაც ფართოდ არის გამოყენებული წერითი მეტყველებაც. აი ლიტერატურული ენისათვის დამახასიათებელი სწორედ ეს წერითი მეტყველება გახლავთ. ლიტერატურული ენა პირველ რიგში გახლავთ წერის ენა. წერითი მეტყველება შორ მანძილზე ურთიერთობის საშუალებაცაა. მისი შემწეობით გადაეცემა თაობიდან თაობას წინაპართა ნააზრევი. მაგრამ სალიტერატურო ენის გვერდით არსებობენ დიალექტები. რა არის დიალექტი? დიალექტი ეს არის ცალკეული კუთხის მეტყველებათა თავისებურება და ამ თავისებურებათა ერთობლიობაა. იგი ცოცხალი ხალხური სასაუბრო მეტყველებაა, რომლის მოქმედების არეც მცირე ტერიტორიით განისაზღვრება. მომხმარებელთა წრე მცირე რიცხოვანია. ამიტომ მას ტერიტორიულ დიალექტებსაც უწოდებენ ხოლმე. ქართული ენის დიალექტებია ქართლური, კახური, ხევსურული, მთიულური, ფშაური, თუშური, მესხური, მოხეული, ხევსურული, ხევსურული. აგრეთვე გვაქვს საქართველოს ფარგლებს გარეთ მდებარე დიალექტებიც, ეს არის ინგილოური, ეს არის ფერეიდნული და ეს არის იმერხეული. დასავლეთ საქართველოში კი გავრცელებულია ისეთი დიალექტები, როგორიც არის რაჭული, აჭარული, გორული, იმერული. დიალექტები უპირისპირდებიან სალიტერატურო ენას და მეტნაკლებად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. დიალექტები განსხვავდებიან სალიტერატურო ენისაგან ხშირ შემთხვევაში ბგერითი სისტემით, ლექსიკური შედგენილობით, გრამატიკული ფორმებით, სიტყვათა შეკავშირებით, წარმოთქმის ხასიათითა და სიტყვათა მნიშვნელობით და რა თქმა უნდა ინტონაციითაც. ქართული ლიტერატურული ენისა და კილოების ურთიერთმიმართება შეიძლება ასეთნაირად წარმოვიდგინოთ. ლიტერატურული ენა ერთია, დიალექტი კი რამდენიმე. ეწეღანა ჩამოთვალეთ, გვაქვს აღმოსავლეთ საქართველოს დიალექტები, გვაქვს დასავლეთ საქართველოს დიალექტები. მაგრამ ამ აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს კუთხის მცხოვრებლებს ყველას ერთად აერთიანებს ერთიანი ქართული სალიტერატურო ენა. სალიტერატურო ენა საერთოა ყველა კუთხის მაცხოვრებელთათვის. შემდეგ ლიტერატურული ენა თავდაპირველად რომელიმე კილოს საფუძველზე ყალიბდება. აი ასე შეიქმნა ქართული სალიტერატურო ენა აღმოსავლეთ საქართველოს დიალექტების ქართლურისა და კახურის საფუძველზე. თუმცა რა თქმა უნდა მის განვითარებაში სხვა კილოებმა შეიტანეს ღირსეული წვლილი, მაგრამ მაინც ქართულ სალიტერატურო ენასთან ყველაზე უფრო ახლოს ქართლური და კახური დიალექტები დგას. ის რაც ლიტერატურულ ენაში გვხვდება,
ყველა ლიტერატურული ფორმა არ არის. რა დიალექტებში გვაქვს, არც ესაა ყველაფერი დიალექტური. ბგერითი სისტემის, ლექსიკური შედგენილობისა და გრამატიკული წესების დიდი ნაწილი ლიტერატურულ ენასა და კილოებს საერთო აქვთ. კილოები სალიტერატურო ენის გამდიდრების საშუალებაა. მაგალითად, როცა რომელიმე საგნისა თუ მოვლენის აღნიშნული სიტყვა არ აქვს ლიტერატურულ ენაში, იგი კილოებს მიმართავს და ითვისებს მათგან საჭირო სიტყვებს, რომლებიც ლიტერატურული ენის კუთვნილება ხდება. მასადამე კილოები წარმოადგენს სალიტერატურო ენის განვითარების ერთ-ერთ მასაზრდოებელ და მდიდარ წყაროს. თავის მხრივ ლიტერატურული ენიდანაც შედის, რა თქმა უნდა, კილოებში ცალკეული ფორმები და სიტყვები. ისიც უნდა ითქვას, რომ კილოებისათვის დამახასიათებელი წარმოთქმა, მახვილები და გრამატიკული ფორმები ლიტერატურული მეტყველებისათვის მიუღებელია. წეგანას თქვით, რომ ლიტერატურული ენა არის დამუშავებული, ნორმირებული ენა. ამდენად იგი რამდენადმე ხელოვნური ენაა. ამ ენის სიწმინდის დაცვისა და განვითარების ამ ენის სიწმინდის დაცვას კონტროლი ეწევა, რასაც ვერ ვიტყვით ჩვენ დიალექტების შესახებ. ამდენად სალიტერატურო ენა გარკვეულ ნორმებშია მოქცეული, გარკვეულ ყალებშია მოქცეული, დიალექტები კი გაცილებით უფრო ცოცხალი მეტყველებაა. ლიტერატურული ენა, წეგანას თქვით, პირველ რიგში არის სამწერლობო ენა. ამ ენაზე იქმნება მხატვრული ნაწარმოებები, სამეცნიერო, ფილოსოფიური, ტექნიკური, პოლიტიკური და პუბლიცისტური ლიტერატურა, იბეჭდება ჟურნალ-გაზეთები. ლიტერატურული ენა ისწავლება საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ხოლო კილო კი თანდათან მხოლოდ ერთი შემოსაზღვრული კუთხის კუთვნილება გახლავთ. ლიტერატურული ენა ამავე დროს არის თარგმანის ენაც. მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, რომ თანდათანობით მცირდება სხვაობა სალიტერატურო ენასა და დიალექტებს შორის. ეხლა რაც შეეხება ქართული სალიტერატურო ენის დასაბამს. უძველესი წერილობითი ძეგლების, ეს ძეგლებია პალესტინის წარწერები, ბოლნისის სიონი, მცხეთის-ჯვრის მონასტერი, ნეკრესის წარწერები და უძველესი ქართული ხელნაწერების პალიმსესტების ანალიზი, ასევე უძველესი აგიოგრაფიული თხზულება, შუშანიკის წამება ცხადყოფს, რომ უკვე მეხუთე საუკუნეში სასაუბრო ენის გვერდით არსებობდა სალიტერატურო ენაც. მას შეიძლება ვიფიქროთ ჩვენ, რომ ქართული სალიტერატურო ენა მეხუთე საუკუნეში უკვე იყო. ეხლა რა სახის იყო ეს სალიტერატურო ენა და რამდენად განსხვავდება იგი თანამედროვე სალიტერატურო ენისაგან, ეს უკვე სულ სხვა საკითხია. სალიტერატურო ენა მართალია შედარებით ნელა ვითარდება ვიდრე დიალექტი, მაგრამ მაინც ვითარდება. ჩვეულებრივ სალიტერატურო ენის განვითარებაში გამოყოფენ ორ საფეხურს. ეს არის ძველი ქართული სალიტერატურო ენა, რომელიც მოიცავს მე-15-მე საუკუნეებს და ახალი მე-12 საუკუნიდან დღემდე. მე-12 საუკუნეებიდან ქართული სალიტერატურო ენის განვითარებაში იწყება ახალი პერიოდი. ამ პერიოდისათვის ვითარდება უფრო მეტად საერო მწერლობა. განსხვავებით წინა პერიოდისაგან, როდესაც ძირითადი პრიორიტეტი მაინც აგიოგრაფიას, სასულიერო მწერლობას ეკუთვნოდა. ისიც უნდა გავიხსენოთ, რა პოლიტიკური მოვლენები მიმდინარეობდა ამ დროს ქვეყანაში. ვიცით, რომ დამთავრდა საქართველოს გაერთიანება 1122 წელს დავით აღმაშენებელმა თბილისი გაათავისუფლა თურქებისაგან და იგი საქართველოს სატახტო ქალაქად აქცია. თბილისი გახდა გაერთიანებული საქართველოს კულტურული ცენტრი. სალიტერატურო ენის მთელ ქართულ ხალხში გავრცელებისათვის შეიქმნა ხელსაყრელი პირობები. იგი ხალხის სასაუბრო ენას დაუახლოვდა. გამდიდრდა ქართული ენის ლექსიკური შედგენილობა, საერო ფენის ყოფა ცხოვრებისა და საქმიანობის ამსახველი სიტყვებით.
ენის გრამატიკულ წყობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა, ენა გამარტივდა და უფრო მოქნილი გახდა ფართო მასების ურთიერთობისათვის, ამით დაიწყო ძველი ქართულიდან ახალზე გადასვლა. ქართული სალიტერატურო ენის ხალხური სასაუბრო ენასთან დაახლოების, განვითარებისა და მთელ ქართულ ხალხში გავრცელება დამკვიდრების საქმეში დიდი მნიშვნელობა შეასრულა, რა თქმა უნდა, ჩვენმა მწერლობამ, საერო მწერლობამ და განსაკუთრებით კი შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსანმა. პოემის ენა ხალხურ მეტყველებასთან არის საკმაოდ დაახლოებული. ვეფხისტყაოსნის დამკვიდრებული ტრადიცია სალიტერატურო ქართულის სასაუბროსთან დაახლოებისა გრძელდება მე-16-მე-17 საუკუნეებშიაც. თეიმურაზ პირველის, არჩილ მეფის შემოქმედება ამ ახალ სალიტერატურო ენას წარმოადგენს. აქ ხდება ახალი ქართულისათვის დამახასიათებელი ელემენტები, რომლებიც თანდათანობით ძლიერდება. ამ მხრივ განსაკუთრებით სულხან-საბა ორბელიანისა და დავით გურამიშვილის ნაწერები გამოირჩევა. განსაკუთრებით კი სულხან-საბა ორბელიანისა. მათი ენა სადაა, ხალხური. სალიტერატურო ენა ხალხის ცოცხალ მეტყველებას ემყარება. მართალია, სულხან-საბასა და დავით გურამიშვილის ენაში ხდება ჩვენ ძველი ქართულისათვის დამახასიათებელი ლექსიკური ერთეულები და გრამატიკული ფორმებიც, მაგრამ უნდა ვიფიქროთ, რომ ეს ფორმები თვით ხალხის მეტყველებაშიაც იყო შემორჩენილი, ასე რომ ამ მწერალთა ენა ხალხის ცოცხალ მეტყველებასთან მაქსიმალურად არის მიახლოებული. ქართული სალიტერატურო ენის სასაუბრო ენასთან დაახლოების ბუნებრივი პროცესი გარკვეული თვალსაზრისით შეაფერხა ანტონ პირველის სკოლამ. ანტონ პირველის შესახებ ერთიანი მოსაზრება არ არსებობს. ერთნი თვლიან, რომ ანტონ პირველმა ხელოვნურად დაამუხრუჭა ქართული სალიტერატურო ენის განვითარება და დასწია უკან დაუახლოვა იგი ძველ ქართულ ენას და გაამდიდრა არქაიზმებით, უფრო სწორად ხელოვნური არქაიზმებით. ენათმესიერთა მეორე ნაწილი კი პირიქით განსაკუთრებით უსვამს ხაზს მის ღვაწლს არა მხოლოდ ქართული სალიტერატურო ენის, არამედ ქართული კულტურის განვითარების საქმეში მთლიანად. სწორედ ანტონ კათალიკოსის სახელთან არის დაკავშირებული ეგრეთ წოდებული სამი სტილის თეორია, რომელზეც, როგორც მოგახსენეთ, მკვლევარებს არ აქვთ ერთიანი აზრი. ისიც უნდა ვთქვათ, რომ ანტონ პირველი თავისი დროისათვის საკმაოდ ცნობილი პიროვნება გახლდათ, რომელმაც ძალიან დიდი კვალი დატოვა ქართული სულიერი კულტურის განვითარების ისტორიაში. თუნდაც ის, რომ პირველი მეცნიერული გრამატიკა ქართული ენისა სწორედ ანტონის სახელთან არის დაკავშირებული, თავისთავად ბევრი მსმთქმელია. მაგრამ ისიც ვთქვათ, რომ ანტონისეული სამი სტილის თეორია რაღაც გარკვეული თვალსაზრისით ცოტა ხელოვნურობის შთაბეჭდილებას ტოვებს. როგორც მოგეხსენებათ, იგი გამოყოფდა ეგრეთ წოდებულ მაღალ სტილს მაღალი საგნებისათვის, მაგალითად ღვთისმეტყველებისათვის, საშუალო სტილს ისტორიული ამბებისათვის და დაბალ სტილს, ესე იგი ჩვეულებრივ სასაუბრო ენას, ყოველდღიური ამბებისა და საყოფაცხოვრებო მოვლენების გადმოსაცემად. ამდენად ბევრი ენათმესტერი ანტონის როლს უარყოფითად აფასებს ამ საქმეში. ეხლა რაც შეეხება მე-19 საუკუნის 60-იან წლებს და ილია ჭავჭავაძისა და სამოციანეების როლს ახალი ქართული სალიტერატურო ენის განვითარებაში, ამაზეც, რა თქმა უნდა, რამდენიმე სიტყვა უნდა ითქვას. ანტონის სამი სტილის თეორიით ხელმძღვანელობდა ჟურნალი ცისკარი, მოგეხსენება თქვენ 60-იან წლებში. და ამ ჟურნალ ცისკრის ფურცლებზე გამოქვეყნდა სწორედ ილია ჭავჭავაძის ცნობილი სტატია იმ დროისათვის, რამდენიმე სიტყვა რევაზ შალვაზიერისთავის მიერ კაზლოვიდან შეშლილის თარგმანზე. ამ სტატიაში ბევრ რამეზე იყო საუბარი, მაგრამ მთავარი ბრძოლის საგანი მაინც რატომღაც სალიტერატურო ენა გახდა.
ილია ასე წერდა, რომ ენა საღვთო რამ არის, საზოგადო საკუთრებაა, მაგას კაცის ცოდვილი ხელი არ უნდა შეეხოსო. ან კიდევ ენის კანონს თვით ენავე იძლევა და არა ანბანდ თეორეტიკა. იმასაც ამბობდა, რომ ენა იცვლება, ამიტომ ხშირად იქნება, რომ კანონები ერთდროს საჭირონი, სხვა დროს უვარგისნი იქნებიან ხოლმე. მოგეხსენებათ, რომ ილიას ამ სტატიამ მოწინააღმდეგების ძალიან დიდი რისხვა აიტეხა თავს და ამაზე იყო სწორედ მე-19 საუკუნეში 60-70-იან წლებში პირობითად მამათა, ანუ უფროსი თაობისა და შვილთა ახალგაზრდების ბრძოლა. სწორედ ილიას სახელთან არის დაკავშირებული ახალი ქართული სალიტერატურო ენის შექმნა, განვითარება, წინსვლა. რა თქმა უნდა, ილია ამ ბრძოლაში მარტო არ ყოფილა, მაგრამ განსაკუთრებით უნდა აღვნიშნოთ აკაკი წერეთელის ღვაწლი და კიდევ უფრო მეტად იაკობ გოგებაშვილისა, იმიტომ რომ სწორედ გოგებაშვილის სახელმძღვანელოებმა დედაენამ და ბუნების კარმა დაუახლოვა ეს სალიტერატურო ენა ხალხის მეტყველებას და ამავე დროს ის გახდა საქართველოს ცალკეული კუთხეების გამთლიანების საფუძველიც. უნდა გვავიწყდება, რომ ეს მეფის რუსეთის პერიოდია. ანუ გოგებაშვილის სახელმძღვანელოები იყო ის მძლავრი იარაღი, რომელიც უზრუნველყოფდა ერთიანი სალიტერატურო ენის დამკვიდრებას იმდროინდელ საქართველოში.